გურულს გამოცხადებული მტრის არ ეშინია იმდენად, როგორც უჩინარისა, დაფარულისა, მისი ფრთაშეცხმული ფანტაზიის მიერ წარმოშობილისა. გურულის წარმოდგენით კუდიანებს წელიწადში ერთ დღესაა აქვთ ბენეფისი, დღესასწაული. ეს არის პირველ ენკენისთვის წინა ღამეს. ესეც საინტერესო რაღაცას ვკითხულობთ. ცირა ნიკოლაიშვილისა და შალვა თევართილაძის წიგნში სოფელი ბახვი, თვითონ ეს ამონარიდი როგორც მივხვდი არის თედოსახოკიას წიგნიდან. აქვე ძალიან საინტერესო რაღაცები წერია და წაგიკითხავთ. ალებზე, ქაჯებსა და წყლის ჭინკებზე მოხუცებისაგან გაგონილი მხოლოდ გერმანულ ზღაპრებსა და თქმულებებს დაუდებდა ტოლს. მტერთან პირისპირ ბრძოლას არ შეუშინდებოდა გურული გლეხი, რომელიც ღამით პატარა ნაკადულზე შეიძლება ძალით ვერ გაგეგდოთ. იგი ცხოვრების მანძილზე სხვადასხვა რიტუალებით წლის ერთსა და იმავე დროს ცდილობდა დაეცვას აღკარი ღამეში მოჯარული პატარა ეშმაკების, კუდიანი დედაბრებისა და წყლის ძალებისაგან. თედოსახოკიას გურიაში მოგზაურობის დროს ყურადღებიდან არ გამორჩენია კვირცხლი და ჩაუქი გურულების შიში არაარსებულისა და დაუნახავის მიმართ. გურულს გამოცხადებული მტრის არ ეშინია იმდენად, როგორც უჩინარისა, დაფარულისა, მისი ფრთაშეცხმული ფანტაზიის მიერ წარმოშობილისა. გურულის წარმოდგენით კუდიანებს წელიწადში ერთ დღესაა აქვთ ბენეფისი. დღესასწაული. ეს არის პირველ ენკენისთვის წინა ღამეს. ბახველები ამ დღეს ოჯახის დასაცავად, ასევე არის მთელს გურიაშიო, აღნიშნული აქვს წიგნის ავტორს, ჭიშკართან ახლოს ხის ჯვარს არჭობდნენ, რომელსაც წვერში ეკლის გვირგვინს გადაჰკიდებდნენ. ჭიშკრის მთავარ საყრდენზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო ჩამოცმული ცხენის თავი, ან მიჭედებული ცხენის გაცვეთილი ნალი. გურული ჯვრის ლატანით შეიარაღებს ნათესებსა, წყანას, ბოსტანს. ეზოში ღამით შემოსული ავი თვალი ჯვრის ლატანს თვალს ვერ აცილებს, ძალა ეცლება და თავის ბორო ძრახებს ვეღარ ასრულებს. ავის სულის ასიმინდე საქონლის საადგომს ბეღელს სამზადის ჩაუვლის, რომ რაიმე კვილგასაკრავი იშოვოს, მაგრამ სახლის ყველა კუთხე კუნჭული დაცულია. მარჯვე დიასახლის ყველაფერზე, კარებზე, სარკმელზე, ბოსელ საქათმეზე, ძროხისა და ხარების შუბლზე თაფლის პატარ-პატარა გუნდები მიუკრავს. გუნდები შელოცვილია, ავის სული ოჯახის წევრებს შორის დადის უჩინრად, მაგრამ ამაოდ. ყველას პატარასა თუ ღრმად მოხუც სანთლის ჯვრები აქვს მიკრული, ერთი შუბლზე, ორი იქეთ-აქეთ, საფეთქლებზე და ერთი თმებში. მთელი სოფელი მზის ჩასვლისთანავე სახლებიდან გამოდის, თოფს ისვრიან და ყვირიან, ავსულებს ეშინია და ხელმოცარულნი ტოვებენ სახსა და კარ-მიდამოს. ესეც საინტერესო თავი წავიკითხე, მოკლედ ამ წიგნში სოფელი ბახვი, რომელიც რა თქმა უნდა მხოლოდ სოფელ ბახვს არ ეხება და ავტორებსაც აღნიშნული აქვთ, რომ გურის სხვა სოფლებშიც ასე ხდებოდაო. ვინც არ მიცნობთ, მე ვარ თია სიხარულიძე, დღეს დროებით და გემშვიდობებით.